ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა 50-მდე სტუდენტი ქუთაისში საზაფხულო დასაქმების პროგრამით მუშაობს. სტუდენტებმა 20 ივლისს დაიწყეს მუშაობა და ისინი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. ახალგაზრდები ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებენ. ამის შენობის დათვალიერება მოაწყარეთ? უმთავრესი პრიორიტეტი არის დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა და სტუდენტების საზაფხულო დასაქმებაც არის ნაწილი იმ ძალიან ბევრი ინიციატივის, რომელიც ამ თვალსაზრისით მთავრობამ შეიმუშავა უკანასკნელ პერიოდში. ზოგადად ძალიან კარგია, რომ ამ ახალგაზრდებს თავიდანვე სტუდენტობიდანვე უყალიბდებათ დამოკიდებულება შრომის მიმართ, საკუთარი შრომით ნაშოვნი შემოსავლის მიმართ და ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია. ახალგაზრდები შრომობენ, ამ შრომის შედეგად მათ ექნებათ შემოსავალი, რომელიც გამოადგებათ მათაც, გამოადგებათ მათ ოჯახებსაც და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული, სტუდენტიც და არასტუდენტიც, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, დროებითიც და მუდმივიც და ამ ყველაფრის შედეგად, რაც შეიძლება მეტმა ოჯახმა მიიღოს მეტი სარგებელი, ვინაიდან ყველა დასაქმებული ადამიანი ნიშნავს მისი ოჯახის მეტ შემოსავალს და მეტ სარგებელს. და ჩვენი ამოცანაა უახლოეს წლებში მინიმუმ გავანახევროთ უმუშევრობა, იმისთვის რომ პრაქტიკულად ყველა ოჯახში არსებობდეს დასაქმებული ადამიანი და ყველა ოჯახს ჰქონდეს დასაქმებით მიღებული შემოსავალი. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ქუთაისში 1500-მდე სტუდენტია დასაქმებული საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. მათთვის ეს არის როგორც შემოსავლის გარკვეული წყარო, რაც მათთვის სასოცხოდ მნიშვნელოვანია, ასევე გამოცდილების მიღების ძალიან კარგი საშუალება. ძირითად საქმიანობას რაც შეეხება, აქ ისეთ რთულს არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ დასასუფთავებელი ტერიტორია თუ კი რაიმე არის, დღის გარკვეულ მონაკვეთში მუშაობთ აქ და ვეხმარებით მუშებს.